პურის კონკრეტულ ასორტიმენტზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. ამის შესახებ პურის მცხოვრებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. მალხაზდოლიძე პროდუქტის გაძვირების მთავარ მიზეზად თანამშრომელთა ხელფასების ზრდას, დანადგარების მოვლა პატრონობაზე გაწეულ ხარჯებს და წინა წლებთან შედარებით ფქვილის გაძვირებას ასახელებს. ამისთან დოლიძის თქმით, ეგრეთ წოდებული ყოველდღიური მოხმარების ქვის პური ორმა კომპანიამ გააძვირა იფქლი გლდანმა და იფქლი დიღომმა. სხვა კომპანიები კი ძველ ფასებს ინარჩუნებენ. პურის მცხოვრებელთა ასოციაციაში იმასაც აღნიშნავენ, რომ სხვა პროდუქტებთან შედარებით ქვეყანაში პურს ყველაზე სტაბილური ფასი აქვს. ფქვილის გაძვირების არგუმენტს არ ეთანხმებიან ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით ბოლო თვენახევარია ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება სტაბილურია და ორი კომპანიის მიერ პურის გაძვირება მხოლოდ მათ დანახარჯებს უკავშირდება. აჟიოტაჟთან დაკავშირებით, რომ პური გაძვირდა, იყო ასეთი ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო ორმა საცხობმა 10 თეთრით ერთ ასორტიმენტზე მოუმატა ფასი და აქედან ამ 10 თეთრიდან 7 თეთრი არის მეწარმის და 3 თეთრი არის მაღაზიის. ერთ ასორტიმენტზე იყო საუბარი. და ამან რა თქმა უნდა გამოიწვია დომინოს პრინციპი, რამოდენიმე არის მაღაზიები, ვის თვითნებურად მე სხვა ასორტიმენტებზეც გაავრცელა ეს საკითხი. წარმოებას აქვს დანადგარები, ძვირადღირებული ეს დანადგარები, მუშახელის ნაკლებობა პურ პროდუქტებში არის, ხელფასების გაზრდას ითხოვენ და არის მთელი რიგი ისეთი მომენტები, რომელიც უნდა გათვალისწინებული იქნას. შეიძლება რომელიღაც კომპანიას თავისი რაღაც ხარჯები აქვს, რომლის მიხედვითაც მას გაზარდნენ და შესაბამისად, ფქვილიდან გამომდინარე თუ ვილაპარაკებთ დღესდღეობით ფქვილის ფასი, რომელიც მერყეობს უკვე თვენახევარია 58-დან 60 ლარის ფარგლებში, ფიქრობ, რომ არ იყო გამოწვეული ამ კომპონენტებით პურის გაძვირება. იქიდან გამომდინარე, რომ თვენახევრის განმავლობაში ეს ფასი და შესაბამისად არ ვფიქრობ, რომ ეს ყოფილიყო ზუსტად ამის მიზეზი.